ქვეყანა ევროპაში ეს თქვენ არ გავთ დაწურებულად მომავალ საქართველოს პირველი იქნება. და იგულისხმება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში. ეს ყველაფერი განხორციელდა ძალიან მოკლე დროში. მხოლოდ მაწელია რაც პრეზიდენტი ამ თანამდებობაზე ერთი წლის ისამ ჩვენ დამეგობრდებოდით და ამ უწყვეტობას დავიწყებდი მე ვკითხულობ ბევრ სამკაცის შესახებ რომელსაც მინდა ვთქვა რომ ჩვენ დიდებულ ქვეყანაში შეგვიძლია გამოვიყენოთ მისი ნიჭი დამიჯერეთ ასე რომ წარმოიდგინოთ მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ ლიდერს და კაცს რომელიც ნამდვილად უპრეცედენტო მსოფლიოში იმის გამო რაც მან გააკეთა თავის ქვეყნის პრეზიდენტი სააკაშვილი დონალდ ტრამპი სხვათა შორის თქვენ და სამართლოდ ამ საქმეში ჩადებული გაქვთ ის ხარჯები რომელიც ჩვენ გავიღეთ დონალდ ტრამპთან ურთიერთობის დროს იქ რაღაც სადილის და გამასპინძლების ხარჯები ტრამპა ამის შესახებ იცის და მე ვფიქრობ ამერიკის მხრიდანაც მოგეცხოვეთ პასუხი ეს არის არამხოლოდ ჩემი დაცინვა და საქართველოს დაცინვა არამედ საქართველოს არამედ ამერიკის მოქმედ პრეზიდენტზე გალაშქრება და მისი დაცინვა რომ თქვენ მის გამასპინძლების ხარჯებს მითვლით სისხლის სამართლის დანაშაულში და მე ვეღარ იტყვით რომ პატარა კაცები ვიყავით რა გაშელობო ამერიკის პრეზიდენტსაც ახამართლებ თქვენ დღეს მოქმედ პრეზიდენტს მეორე ამერიკის პრეზიდენტი რომელსაც გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს გადარჩენაში თქვენი წვლილი თავისუფლების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია თუმცა თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი წილი თქვენი მაგალითია მსოფლიო გაუცებულია იმ დიდი ცვლილებებით რომელიც მიმდინარეობს ბაღდადში და ბეირუთში და ბიშკეკამდე მაგრამ სანამ მოხდებოდა ეს რევოლუცია იასამნისფერი რევოლუცია ტიტების რევოლუცია კირგიზეთში იასამნისფერი რევოლუცია ლიბანში ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში მანამდე ყველაფერი განაპირობა საქართველოს ვარდების რევოლუცია თქვენად კი არ შექმნეს ეგრეთ წოდებულ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის მოქმედების შესწავლის კომისია. აი ამის ნანგრევას სურთ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. იყო ის სიტყვა, რაზეც მოვახსენე. პრეზიდენტი ობამა საქართველოს ძალიან უნდა ამაყობდეს იმ პროგრესს, ეს ჩემ პრეზიდენტს უბრალოდ არის ნათქვამი იმ პრეზიდენტობის, რომელსაც დღეს თქვენ ასამართლებთ. რომელსაც მიაღწია დემოკრატიისა და გამჭირვალეობის თავის მოდელი. ის ტელერეგიონის სისხლის მაგალითად სოფლიო ასპარეზზე საქართველოს პასუხისმგებლობას გახსის დიდი პასუხისმგებლობას გახსის მოთხოვნე მოთამაშეს წარმოადგენს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მე ადვოკატებს მინდა ვკითხო ისმის ხარისხია კი ბატონო პრეზიდენტო ისმის მაგრამ კი ესე იგი რაც შეეხება იმას თუ რამდენად პოლიტიკური ეს პროცესი შევხედოთ ქრონოლოგიას და ყველაფერი ნათელი გახდება 2014 წელს მე გავხდი უკრაინის პრეზიდენტის ჩელოთა საბჭოს თავმჯდომარე. რამდენიმე დღეში ამ საქმიდან, ამ მომვლელიდან აღიძრა ეგრეთ წოდებული აი ეს საქმე, რომელსაც თქვენ გიხსენებთ. ესე იგი, ჯერ მე ვხდები უკრაინის, ჯერ არაფერი საქმე არ არის, მრავალი თვე გადის და შემდეგ მე ვხდები უკრაინის პრეზიდენტს მაშინ პოროშენკო იყო ჩელოთა საბჭოს თავმჯდომარე. და ავტომატურად იღძრება საქმე ჩემ წინაშე. შემდეგ მე ვხვდები ძალიან გადამწყვეტ დროს 2015 წელს უკრაინის ყველაზე დიდი და ყველაზე სტრატეგიული ოლქის რეგიონის ოდესის რეგიონის გუბერნატორი. ეს არის ის დრო, როდესაც რუსეთი აქტიურად ახორციელებს ღონისძიებებს ოდესის დაპყრობის ცდილობების და ამ დროს იქ მათ გზაზე ხდება სააკაშვილი. რა თქმა უნდა, ეს მათ ძალიან აღიზიანებთ. და ხო ის საკურველებო, რამდენიმე დღეში რაც მოხდება გუბერნატორი, აი ეს მოქმედი, მე მგონი დღევანდელი მოქმედი ეგრეთ წოდებულ მოსამართლე გასცემს დაპატიმრების ძალებას უკრაინის ყველაზე დიდი ოლქის გუბერნატორს. თუ მე გულისხმობთ არასწორი ინფორმაცია. არ ვიცი, შეიძლება არ ვიყო. მე სახელი იცვლება, მაგრამ საქმე არ იცვლება. ერთი სახე გასწორ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ამის შემდეგ ილძრება საქმე, ხა ვინმე მან მითხრას რომ ივანიშვილი თვითონ გამედა და თვითონ გადაწყვიტა საქართველოს 10-ჯერ დიდი ქვეყნის იმ რეგიონის ხელმძღვანელზე საქმის აღძვრა და საქართველოს პრეზიდენტზე რომელიც იმ რეგიონს რომელიც სიდიდით პრაქტიკულად უტოლდება საქართველოს და მოსახლეობის დაგემართება კიდევაც. რა თქმა უნდა
რა თქმა უნდა ეს იყო მითითება და დავალება. იმიტომ რომ ყელში მყავდი აი ესე გაჩერდით მის პატრონს. ასე რომ ქრონოლოგია გესავით ნათელი პროცესის დასრულებას გინდოდა 3 წლის თავზე, ну რამდენი დღით გადააცილეთ, იმიტომ რომ იქ რაღაც ადვოკატის შესვლა მოხდა. 3 წლის თავზე რუსეთის უკრაინას შეჭრის, რათა ზარზეინით მოეხსენებიათ რუსეთის ტელევიზიებზე და კრემლში გაკეთებიათ რაპორტი. აი ეს არის ამ საქმის არსი. ამ საქმის ნამდვილი არსი. ეხლა მეორე საქმე. რაც შეეხება თვითონ ეგრეთ წოდებული საქმის შინაარს. ქვემე მადანაშაულობთ იმაში, რომ 8 მილიონი ლარის ზიანი მივაგერა საქართველოს გაუქმდა ეს ფული იმისათვის, რომ საპრეზიდენტო ოფისმა დახარჯა, მათ შორის ძირითადად დახარჯა პრეზიდენტ ბაიდენის გამასპინძლებაზე, ჰილარისთვის რაღაც ჰილარის გამასპინძლებაზე, საჩუქრებზე, მათ შორის საჩუქრებზე, საგარეო მინისტრებზე, კუნძულოვანი სახელმწიფოების იმისათვის, რომ მათთან გამომყარებია კავშირი, რომ მათ ალენიანებია აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, იმიტომ რუსეთი მილიონებს ხარჯავდა, ჩვენ რო კეთილინების იმედი ჰქონდა, მაგრამ რაღაც საჩუქრებს ჩუქრინდით, იმიტომ რომ და ამისთვის მომეხდა სპეციალური შაშვა აზიაში ორჯერ მათთან შეხვედრა და მათთან შესაბამისად ფორმალური დიპლომატიური საჩუქრების ფასიანი საჩუქრების გასვლა. თქვენ ეხლა ეს ყველაფერი გამოამზეურეთ, იმიტომ რუსეთის ინტერესებში არის გამოამზეურება. ეს იყო გასაიდუმლოებული მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო დაცვის სამსახურმა ასე გადაწყვიტა, რომ რუსეთს არ ქონდა შესაძლებლობა ედენებია თვალყური ვის ხვდებით, როგორ ხვდებით, სად ხვდებით, სად გადავაადგილდებით, იმიტომ რომ ჩვენ ვიმყოფებოდით ომის მდგომარეობაში. შემდეგ ეს გასაიდუმლოებული გრიფი თქვენ მოხსენეთ, მაგრამ გასაიდუმლოება დარჩა შემდგომ პრეზიდენტების ხარჯებს და შემდგომ მთავრობების ხარჯებს. დღევანდელი მთავრობა ხარჯავს ზუსტად 4-ჯერ მეტს, ვიდრე მე ვხარჯავდი მაშინ. ზუსტად 4-ჯერ მეტს. ეს ვიცი ზუსტად. და თქვენ არ მოხსენთ გრიფის საიდუმლო ამ მთავრობის ხარჯებს, მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ მე გავგემთხულებიეთ და ამათ თვითონ არაფერი და ესენი ხარჯავენ მართლა ხრეობებზე, მართლა ორგიებზე, მართლა საზიზღრობებზე. უამრავი არასაჭირო ნივთის შეძერაზე. რომ გადამოყოლეთ თანამედროვე სურათს ყიდვას. ის სურათი რა სახში წავედი? კიდია იგი პრეზიდენტის სასახლეში რომ თქვენ გავაკეთეთ. და ხარ იაფასიანი პოსტივის ჭორების დონეზე. იურიდიულ პროცესთან ამას არაფერი საერთო არ აქვს. იქ ხატვარი ესეთი იყო, ისეთი იყო, რაღაცა ეს სხვა არასწორად ხატავდა, მე რა ვიცი როგორ ხატავდა. თანამედროვე დახატები შევიძინეთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შეხვდა საქართველოს და ფული იღებდა და პოპულარობით სარგებლობდა ხელოვნების სამყაროში. ქვემო პროკურორმა განაცხადა, რომ მე ჩამომყავდა მოწმეების საკითხის, განაცხადა, რომ მე ჩამომყავდა და პრესასაც გამოცხადა მას ციტირებ უკაცრავად ყველასთან სუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი. კიდევ ერთხელ ბოდიში ყველასთან, მაგრამ ციტირებ თქვენ სუბდენს მედაცემულ პროკურორს. საუბარი ციფრიზე იყო. საუბარი იყო 2010 წელს, 2009-ში არ მახსოვს ზუსტად, რუსეთის ორი ყველაზე წამყვანი ჟურნალისტის ქსენია სობჩაკის და ქსენია საკალოვას ვორცდები ჩამოყანაზე და ეს ხალხი გაგვეხმარა მაშინ რუსეთში საინფორმაციო ბლოკადის გარღვევაზე, იმიტომ რომ დაწერეს უკიდურესად დადებითი წესრიგია საქართველოს. და ამაზე თქვენს რომ ესენი იყვნენ სუბუქი ყოფაქცევის ქალები, რომელიც სააკაშვილმა გამოიწერა. არ ჩვენიათ რომ ამაში მონაწილეო. არ ჩვენიათ რომ ასე ბრალდებებს ისვი. თქვენ შვილიშვილებს შერჩება, შვილიშვილები ამაყენებენ, ჩვენ ისე თქვენი შვილიშვილები იქნებიან სამუდამოდ შერჩხვენი. ეხლა კონფესკალოტერო ჩავიდა რუსეთში, ძალიან გააკრიტიკეს, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა რაღაცა ეს 2012-მდე ხდება და 2019-ის ყოველ ყოფილი საინფორმაციო საშუალებები, ჩვენ მოგვეცა საშუალება,
ჩვენი სიმართლის მიტანეს ამგვარად საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებას. იმიტომ რომ საინფორმაციო უსაფრთხოება რუსეთი იყო ერთი ამბავი ატეხი რომ კიდე ხელახლა უნდა მოხდარიყო საქართველოში საომარი მოქმედების განახლება და მოქმედია რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჟურნალში სერიოზულად შეეცერა მათი აგრესია. და თქვენ დღეს ამას ასამართლეთ. ასამართლეთ იმას რომ საქართველოს დავიცავთ. ეხლა შევხედოთ თავარ არსრას. თქვენ მე მოგანაშაულებთ რომ 8 მილიონი ლარის ზიანი მეოხლია საქართველოს. ეხლა მომისმენთ ქართველები. მათ ვისაც ახსოვს და მათ ვისაც ამნეზიას ჟღერს და მათ ვინც ბევრად გვიან დაიბადა და მშობლება არ მოგვიყვეს ამ შესახებ. საქართველოს ბიუჯეტი მაშინ როცა მე გავხდი პრეზიდენტი იყო $500 მილიონ ნაკლები და ძირითადად ესეც არ იყო, იმიტომ რომ იქ ხდებოდა ეგრეთ წოდებული პრაქტიკები. კამოძე იყო, მაგრამ სინამდვილეში არ იყო. მე რო დავუყარე პრეზიდენტობა, ეს იყო $6 მილიარდამდე საქართველოს ბიუჯეტი გაიზარდა მინიმუმ თერმოში. ამაში შედიოდა ის, რომ მაგალითად მე რო მოვედი პრეზიდენტად, პენსია იყო $7 და მრავალთვის გაუცემელი იყო, გადაგავალიანება იყო 25-6-ის. შემდგომ პენსია გაიზარდა $180-მდე მინიმუმ და მას შემდეგ და რაც თავი ლარის კურსი შეცდა. თუ ლარი შევარდეზოს იყო 1.2 და შემდგომ იყო 1.63. საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა ზუსტად 4-ჯერ. ესე იგი საქართველოს ეკონომიკას დაემატა $15 მილიარდი. თქვენ მე მადანაშაულებთ 8 მილიონი ლარი იმასე ვერ ამბობთ რომ მოვიპარეთ შევჭამი და რაღაც კერბორზე შეჭამეს ამოწოს ის სადილო და ხოლმე 8 მილიონი ლარი ზიანი მივაყენე საქართველოს და ამ დროს მე მოვუტარე საქართველოს დამატებით $15 მილიარდი და ბიუჯეტში დამატებით 10-ჯერ გაზრდა ბიუჯეტის ესე იგი $500 მილიონიდან 6 მილიარდამდე შეადარეთ ეს ორი რაღაც 8 მილიონი მოგონილი თითიდან გამოწვეული ხილვალი ტრიტონის რეგული დაწყებული და დამთავრებული პრეზიდენტ კაჩინსკის საფლავზე მიტანი გულგულით და პრეზიდენტ ტრამპის გამასპინძლებით და მეორეც $15 მილიარდი რომელიც მე დავუმატე საქართველოს და ესე კეთილ ბრძოლა მოვუმატე საქართველოს სინამდვილეში თქვა 8 მილიონის ეგრეთ წოდებული გაფლანგისთვის კი ამას ამბობ თქვენ გასამართლეთ იმისაც რომ საქართველოს $15 მილიარდი დავუმატე ეს ვერ მოუნელებიათ თქვენ პატრონებს. ეს ვერ მოუნელებიათ მათ, ვინც საქართველოს საბოლოო განადგურება სურს. ამავე დროს მე შევქმნი სტანდარტი და ეს არის მე ფანატიკურად მეცისება კორუფცია და ესეც ვერ უპატიებია თქვენ პატრონს და იმის პატრონებს. მე შევძელი ის რომ არავინ δεν განმოქმედდა არ ყოფილიყო ქართული კორუფციაში და თუ იმე ჩაერთო და პასუხი იყო ეგრევე და აქ რამდენიმე კიდევაც პასუხი. მე შევძელი ის რომ ვერავის ვერ ესარგებლა პირველ რიგში მე არ მესარგებლა არაფრით რაც უკავშირდებოდა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. არ მეიხეირა მე თვითონ. თქვენ როგორ გონიათ? როცა ტურისტების რაოდენობა გავზარდა 50,000-დან 7 მილიონამდე და ბევრი ჯიჟად მაცხადდა პირველ რიგში რომ მილიონი ტურისტი მოყოლება ესეც კი გამოაცხადა ეს უბედური პლატგატის 7 მილიონამდე გავზარდა და ტურისტების რაოდენობის გაზრდა ნიშნავს ათასობით სასტუმროს აშენებას 1000-ობით სასტუმრო აშენდა და ჩემ ოჯახს არ აქვს არ შემნაცავს არც ერთ სასტუმრო საქართველოში სანდრა დაეხმარა უამრავ ადამიანს სკრინინგების ცენტრის შექმნაში ინვიტრო ფერტილიზაციის კლინიკების შექმნაში ისე რომ ერთი კლინიკა კი არა, სამედიცინო კაბინეტი არ აქვს და ჩვეულებრივ ექიმად მუშაობს ერთ-ერთ კერძო კლინიკაში და იღებს რამდენიმე ასეულად ხელს. ერთი ამ თითზე გადასახვევით არ გვისარგებლია. მაშინ როცა ყველაფერი ამის შესაძლებლობა იყო. ამას წინათ
უკრაინელი ახალგაზრდობის დიდი ჯგუფი იყო, მის მიიყვანეს ყვარელში ჩემს სახლში და გაუგრებული იყვნენ, რომ არ დაინტერესს, რომ ეს არის ესეთ პატარა შეიძლება იყოს პრეზიდენტის სახლი. იმიტომ რომ ამ საბჭოთა სივრცეში მიღებულია, რომ ყველა პრეზიდენტი ხდება მერე მილიონერი, მულტიმილიონერი და მილიარდერი. მიღებულია, რომ ხეებს იფიცებენ, მიღებულია, რომ ერთგვარად იღებენ ქონებას, მიღებულია, რომ ბიუჯეტიდან იპარავენ. ჩვენ ყველაფერ ამაზე არ ხოდ ვარქვით, კაცად გამოვეკიდეთ ყველას, ვინც ამას აკეთებს. და ამიტომ მე შევქმნი ახალი სტანდარტი სამოქალაქო სამსახურში. ჩემი შვილი ნიკუშა ბოლტის კურიერად მუშაობდა თავის ბოლო წელიწადს თავის სკოლაში. როგორ ფიქრობთ? ის მამა, რომელზეც ამბობდა თქვენი ხელისუფლება 19 მილიარდი დოლარი მოიპარა. სულ საქართველოს ეკონომიკა 20 მილიარდი იყო და თუმცა 19 მილიარდი მოიპარა. იმას ვერ უზრუნველყოფდა, რომ მისი შვილი და თანამემნულობდი აქ ისოსეს მიღმა, როცა ველოსიპედი დადიოდა პიცას ატარებდა ხეთით და საჭმელებს და უამრავ ადამიანს უწევდა ყოველდღე, არ ვიცი, ვინ აწყობის შეიძლება ყოფილიყო და რა იქნა ჩემი შვილისთვის. ყველა ეს მე მიხარობდა, რომ ისა ბოლტის კურიერად, მაგრამ მას სხვა საშუალება არ ჰქონდა, რომ თავისი საკუთარი ჯიბის პული ქონოდა. როგორი განსხვავება არა არიბაშვილის და სხვების შვილებისგან. და არ დავასახელებ კოლმეურნევის დირექტორს და მის შვილებს. ჩემი შვილი მუშაობდა ბოლტის კურიერად. სკოლაში უკვე. ასე რომ აი ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის. როდესაც ჩემი პრეზიდენტობის დროს ბაბუაჩემი გარდაიცვალა და აღმოჩნდა, რომ და ბებიაჩემი გადაცა მემკვიდრეობით თავის წილი და თუნი აღმოჩნდა, წილი ჰქონდა რესტორან წისქუდში. და მე ხმა მოვიდა ჩემო. იცით რა გავაკეთე? მოიყვანე ბებიაჩემი, რომ ძალიან მიყვარდა და მასაც ძალიან უყვარდა და უზარმაზარებული ჰქონდა ჩემს გაზდაში. და ბრძანების ტონით, ხმის აწევით სამწუხაროდ უთხარი, რომ გადაეფორმებია დაუყოლება წილი უფასოდ ყველა სხვა პარტნიორზე ყველაზე ცნობილი რესტორნის სტილში. იმიტომ მე ვუთხარ, რომ არავინ არ დაიჯეროს, რომ ბებიას და ბაბუას დარჩა წილი, ბაბუაჩემს ეს წილი ჰქონდა ჩემ პრეზიდენტობამდე. ითქვა, რომ სააკაშოს ეს წისქული ეკუთვნის სააკაშოს. და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მომავალთაურის გარჩენოდა ეს ოქროს სტანდარტი იმისა, თუ როგორ უნდა იქცეოდეს პრეზიდენტი და როგორ უნდა იქცეოდეს სახელმწიფო მოღვაწე. არაფერი საკუთარი თავისთვის და ყველაფერი საკუთარი ქვეყნისთვის. ეს იყო და არის ჩემი პრინციპი და დარჩება მუდმივად. მარადიო მუდმივად. ასე რომ ის რაც ხდება დღეს ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს ყველამის. ყველა მიცის, რომ სწორედ იმიტომ ხავს ამდენი მხარდაჭერი მიუხედავად მრავალწლიანი პროპაგანდისა და როგორ მუშაობს ეს პროპაგანდა ძალიან კარგად იცის ყველა. ესე იგი ჯერ მოისმენ ამ პროპაგანდას რუსული სტილის და მე შენ თვითონ იწყებ ამის ლაპარაკს და ახალს გახსოვს საიდან მოისმენ. ეხლა ბევრი ვინაოს რომ ეს სააკაშვილი ციხეში ხო ციხეში იმიტომ რომ არის რაზე ვსვავენ და რომ საპარტიკო საბუდოო პარტნიორს მისჯერა არაფერზე, იჭაკებზე, ნახატებზე იმ ადამიანს ვინც რომ ამინიოს გაფრაგოს ედალბენ იმ ადამიანს რომელიც 15 მილიარდი დოლარი მოუწოდა საქართველოს როგორც აღშერა ბათუმი დაამთავრა აჭარული სეპარატიზმი შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო გაუადგირო ცხოვრება მრავალ ქართველს რომლის დროსაც უფრო მეტი ქართველი ბრუნდებოდა საქართველოში ვიდრე მიდიოდა საქართველოში რომელიც იყო სამაგალითო ტელესოფლიოსი მე მოგიყვანეთ სოფლიო ლიდერების გამონათქვამები პრეზიდენტი სააკაშო თქვა თაყვანისმცემი ობიექტი ტელესოფლიოს მასშტაბი პრეზიდენტი ტრამპი და ყველაფერი დანარჩენი. თქვენ აკეთებთ იმას, რომ ასამართლებთ საქართველოს ჯით, საქართველოს ხალხს სწორედ წარმატების. მე ძალიან კარგად ვიცი რა ვის რა მოტივაცია აქვს, როდესაც
მე მართლა ხო იცახე ხო არის საქმე კარგად დაიწყო, მაგრამ მე ძალიან აუცილებლად. სინამდვილეში თავიდან რუსული პროპაგანდა არ გვერდჩოდა და როგორც რუსული პროპაგანდა ჩაერთო, მე ხალხის ნაწილს გადაედო მეაურო. სინამდვილეში ყველაზე მეტ წარმატებას მივაქციეთ სწორედ პრეზიდენტის ბოლო წლებში, როდესაც ჩვენ მშვიდობა რუსეთს პირწმინდად მოუგებთ, როდესაც ავაშიეთ ახალი ბათუმი, ახალი კახეთი, ახალი ეკონომიკა, როდესაც მასობრივად დაიწყო ხალხმა დაბრუნება საქართველოში, როდესაც სოფლიო ეკონომიკური კრიზისი პრაქტიკულად უმჩნევლად გადავიდა ყველა ქვეყნის განსხვავებით. მაგრამ ამ დროს ისეთი რუსული პროპაგანდა იყო ჩართული, სანგრას ორგანოები, სააკაშვილის თავმჯდომარეობა, თვითონ რასაც ჩასახებდა ძალიან ბევრი იმას ამოხსნა. ამასთანავე ერთი ქალბატონი ძახოდა, რომ მაშინდელი სისხლიანი ცხრაწელი. მე კი ამახსოვდა, მაგრამ შემახსოვდა, რომ ამ ქალბატონის მეუღლე, რატო იყო სისხლიანი? იყო ერთ-ერთი სამთავრობო უწყების ხელმძღვანელის ავალი კასი. ის სუპერ კორუმპირებული იყო და მან გადაიხადა ფული და გარკვეული პერიოდი საპატიმროში გაატარა და ის ყველა მიცოდა რომ კორუმპირებული იყო. ეს იყო მისი მოადგილე კასი. ეს საერთოდ საქმე რო აღიძრა და კაფეში და გაიპარა და რუსეთში იბალებოდა რა თავის მოგბალო ფული შეიძლება ვთქვა. და რა თქმა უნდა ამ ქალბატონისთვის მე ვარ სისხლიანი ცხრაწელის ავტორი, როგორ ახლა შემოსავალი გადაუხედე კაცო. მაგრამ რამდენ ქართველმა მოიგო იმით რომ აი ესეთ 20 მეტრს გადაუხედეთ შემოსავლები და დაუბრუნებიეთ ქონი. აი ამისთვის მასამართლეთ. ამისთვის აპირებენ გამარადგურონ ციხეში. ეს არაფერია თუ არა ოპოზიციის ლიდერის განიიტანება, იმიტომ რომ ყველა მცდელობა ივანიშვილის მხრიდან შეექმნა ხელოვნურად ოპოზიციის ლიდერები თელი ეს წლები. ბაჩეი პარტიის დაყოფით, დანაწევრებით, დაპატიმრებით, ბოლოს ჩემი დაპატიმრებით, მოწამვლით, განადგურებით ციხეში და ყოველ შემთხვევაში იმას იქაც ვიმყოფები. არ დაგიმალოთ ამას, მე ადამიანი ვარ და უკიდურესად ადამიანურად მიჭირს ამის გამო და არ გამიჭირს იმის გამოც, რომ ჩემი შვილები ხედავენ, რომ ამ მიუხედავად ამ ხელა დამსახურებისა საქართველოს წინაშე და უკრაინის წინაშე, მაგრამ უკრაინა მე არაფერს არ მეჭირს, უკრაინა მხოლოდ ხარს მიჭირს. საქართველოს წინაშე, საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლება მეკცევა აი ასე ცინიკურად და სასტიკად. რომ ვერასოდეს ვერავინ მომავალში ვეღარ გაბედოს საქართველოს პრეზიდენტობა. ვერასოდეს ვერავინ მომავალში ვერ გაბედოს ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერება. ვერასოდეს ვერავინ მომავალში ვერ გაბედოს კორუფციასა ბრძოლა, კრიმინალის დამარცხება. ვერასოდეს ვერავინ მომავალში ვერ გაბედოს პატიოსთა ცხოვრება. და ბოლომდე ბრძოლა თავისი პრინციპებისთვის. აი ეს არის რასაც თქვენ ახლა ჩადიხართ. ოპოზიციის ლიდერის განეიტრალება. და ძალიან მარტივია სიტუაცია. თქვენ შეგიძლიათ ეს ხალხოს ამბლოს ხელაიან თქვა და შემიძლია გავგავლო ჩემი ხორცი მომიგდია თქვენთვის საჭიში. თქვენ შეგიძლიათ ფიზიკურად გამარაგებულ, იმიტომ რომ არ არის მარტივია ყველაფერს გაძლება ფიზიკურად. მე მინდა ბოდიში მოუხადო ჩემს ნიკუშას, რომლის ყველაზე სენსიტიურ თინეიჯერობის წლებში მოხდა ეს ჩემი პატიმრობა. ბოდიში მოუხადო იმისაც, რომ ყველაზე როცა ჭირდებოდა მამა, მაგ დროს მამა მის გვერდში არ იყო. მე მინდა ალისას მოუხადო ბოდიში, რომ პრაქტიკულად მას ბავშვობას არ ქმევენ. თქვენი ხელით მიცმარხავთ და ტოვებენ მამის გარეშე. და ეს გაიზრდება ალბათ თუ რა თქმა უნდა სიტუაცია შეიცვალა და ბედაცნობრივი სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ თქვენი ხელიდან მას ბავშვობა უკვე წარმოული აქვს.
ივალიშვილის ხედა მას უკვე ბავშვობა წარმოული აქვს მრავალი წლის განმავლობაში. მე მინდა მათ მოუხადებოდი ისე, მაგრამ ამავე დროს მინდა ვთქვა. ერთი წუთით არ უნდა რომ ჩემ ბრძოლას. ერთი წუთით არ უნდა რომ დიდ მიღწევებს, რომელიცაც ყველა მერქად დიდ გუნდთან ერთად მივახციე, მაგრამ პირველ რიგში ჩემ თავზე ვიღებდი ყველა პასუხისმგებლობას და ჩემ თავზე ავიღე ყველაზე დიდი დარტყმა ყოველთვის. ერთი წუთით არ უნდა რომ იმას რომ საქართველოს არ ჩაობარი მტერს, ამის გამო ვისჯერდი. მე თავაზობდნენ, როგორც რესპის თავაზობდნენ, თვითმფრინავის გაჩნობას ჩვენ დასავლელი მეგობრები თავაზობდნენ და საქართველოს დატოვებას. მათ ალბათ ასევე წარმოდგენილი ჰქონდათ, რომ მე სადღაც შვეიცარიულ ბანკში რამდენი მილიონი დოლარი მაინც გადაღრაფული მეთქვა. არც ერთ შემთხვევაში არ გავტოვებდი, მაგრამ რომ ამიტომები რა ფულით უნდა დავიკვირდია და ვისი უნდა მეწერა, რომ თავის ჩანას ალბათ მოვახერხებ. რაღაც ეტაპზე, მაგრამ ეგ არის ავარი რა. მე არ გავტოვე საქართველოს ეკალონისტი საკუთარი სიცოცხლე ვიძებდი ბოლომდე სამთავრობო სამუშაო ადგილზე, გავწიეთ ვირული წინააღმდეგობა და ისრაელი იმპერიაში 3 წელიწადი გრძელდება უკვე, გავასრულეთ რამდენიმე დღეში. იმის გამო ქონდა უზარმაზარი მსოფლიო ხარდაჭერა. რატო ქონდა მსოფლიო ხარდაჭერა? იმიტომ მათ იცოდნენ რომ ვიყავით არაკორუმპირებული, ვიყავით დემოკრატი და როდესაც საფოვე ხო ბაკაშვილი არა პრინციპში ახლა ხო გასაგებია რა სასაცილოა ხა პიჯაკებზე ჯდომა სასაცილოა, მაგრამ რაღაცები მაინც ექნება ჩადენა. სწორედ იმის გამო არაფერი არ აქვს ჩადენილი, იმიტომ მას გამართები, თორე კორუმპირებული ყოველთვის საერთოებას. მაფიოზი ყოველთვის საერთოებას. შიდა მაფიოზური დაავადებებით. ის რომ მაფიოზები არ გავაკარეს საქართველოს. ეხლა ამბობენ, მან მოიყვანა ივანიშვილი. ყველა ვინც ამას ამბობს, საკუთარ თავს საკითხს შეეცვლა. ივანიშვილის გამარჯვება საქართველოში იყო დიდი რუსული ჰიბრიდული სპეცოპერაციის შედეგი, რომელსაც სამწუხაროდ წამოიღო ქართული ხალხის ერთი ნაწილი. გასაგებია რატო წამოიღო, იმიტომ რომ უნდა უკეთესზე უკეთესი. და მივიღეთ სრული კატასტროფა. მივიღეთ ეროვნული განადგურება და საქართველოს ახლა არის უზარმაზარი კატასტროფის წინაშე. იმიტომ რომ საკმარისია უკრაინაში შეწყვეს ცეცხლი, საწავა შედეგი რუსეთს და მათ სამხედრო მანქანის გაჩერება როქა შეუძლია. წავა მოლდოვაში, წავა უკრაინაში შუაში. წავა ბალტიის ქვეყნებში შენ გაურკვეველი რატო მაინც იცავს ბალტიის ქვეყნებს. წავა ყაზახეთში არა იქ ჩინეთში. წავა აზერბაიჯანში არა იქ თურქეთის სამხედრო გარანტიები. ერთადერთი უპატრონო გაჩერების ქვეყანა არის საქართველო, წავა საქართველოში, წავა სომხეთში საქართველოს გავა. ეს არის ის წარი რეალობა, რომელზეც ყველა გავხსნა თუ ეს სიტუაცია დროზე არ შეცვალა. ჩვენ გვჭირდება ძალიან ცოტა დრო სიტუაციის შესაძლებლობა. მე აქ ჩამოვედი, ჩემი სიცოცხლე გადავდე, იმიტომ რომ ყველაზე ადრე დავინახე სამხედრო საერთაშორისო საფრთხე. დიდი ხანი ცადე შორიდან რამის გაკეთება არის შეუძლებელი და უკვე საკუთარი ხავი გავრისკე, საკუთარი ხავი შევარდე თამაში, თითქმის უიმედო თამაში. მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა და არა მხოლოდ ახალგაზრდა მობილიზდება და მობილიზდება კიდევ. დიქტატურა ქართულის ბუნებისთვის არის მიუღებელი, მორობა ქართულის ბუნებისთვის არის მიუღებელი. აქედან ამოდიოდი მე როდესაც ვარდენის რევოლუციას ვამზადებით და ვებრძოდით, ის არ ყოფილა არავის მიერ დაგეგმილი, ჩვენ მიერ იყო დაგეგმილი, ჩვენ მიერ იყო დაგეგმილი. იმიტომ რომ ჯეროდა ჩვენი ხალხის სიმტკიცის და უსამართლობას და შუაგულობას. შევარდნაცვაში ჯეროდა შეეგუებოდნენ ასლამაბადში ესთან ერთად მათ ასეჯეროდა, მე კიდევ ჯეროდა რომ არ შეეგუებოდნენ და მე აღმოჩნდი მართალი. ახალ გონია რომ არ შეეგუებით და შევძლებთ ჩამოფერხვა სამჭუჭის დიქტატურის და კორუფციის და მაფიოზური კლეპტოკრატიული რაღაც წარმონაქმნის, რომელიც მართლაც დავაცოცდა ეს ეროვნულ ხელს. საქართველოს იქნება თავის
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ისინი იღებენ რაღაც კანონებს, რაღაც სასამართლო პროცესების იმიტაციას, როცა ადერებენ სააკაშვილის პროექტს. ვინმეს გადაგ მოიხერხეთ და გაიქცეთ, ვინმეს გახსოვდეს უყოლავის რომ მივიღე სანამ ნიუსების იწყებოდა სასამართლოში მორიგი ვინ მიიყვანს და სასამართლო ვინმეს გასცოთ ასეთი რაღაც ყოველდღე იყო ეს გავხსენეთ ეს გავაკეთეთ ეს ავაშენეთ ეს საერთაშორისო კონდა ვინმეს გახსოვთ რომ თავარი სატრანსპორტო პუნქტები ყოფილიყოს რომელიმე სასამართლოში რა თქმა უნდა ამიტომ ახლა არის საჭირო ერთიანობა მე მინდა ეხავს უთხრა ვისაც უნდა რომ ჩემი ხმა გააჩვენოს და მათ შორის ტელევიზიების უმეტესობა საერთოდ გადაცემს ამ ჩემ გამოსვლას ეგათ მინდა უთხრა რომ ეს მაინც უნდა გავაცელოთ TikTok-ი სოციალური ქსელებით დაახლოებით ტელევიზიებს თუ არა უნდა გადავიდეთ ასევე YouTube-ზე ყველაფერს ვერ მოხურავ თანამედროვე სოფლიოში ინფორმაცია რა იხურება ყველაზე რეპრესიულ რეჟიმებშიც კი ესენი მიუხედავად რა თქმა უნდა ფილიალები არიან ბიუროკრატიული დიდი რეპრესიულ რეჟიმის ამას ვერ შეძლებ საქართველოს იქნება თავისუფალი თუნდაც ეს მედიაების სიცოცხლის მასად დამჭირდეს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში еще хочешь вернуться в Украину. Сегодня річниця повномасштабного вторгнення. Коли це відбулося, я був вже в Вісниці, на жаль, не був разом з вами, щоб допомогти. Але я був абсолютно певний з перших хвилин, що загарбник не досягне свій ціль. Я ще раз хочу підтримати ЗСУ, слава ЗСУ, слава нашим загиблим героям. Я хочу підтримати мужнього, розумного, державного діяча і лідера України Володимира Зеленського, якого знає і поважає весь світ. Саме він зробив те, що Україну не залишили разом з ЗСУ і героїзмом українського народу. Я дуже пишаюся тим, що я український громадянин, у мене немає іншого громадянства. Я зараз ув'язнений в кремлівській в'язниці, але моє серце з вами. Я рад команда сам хожу твой. Хуйлатели ქრონოლოგია აჩვენებს ნათლად, რომ მე ვარ სამხედრო თქვენ მძევარი. აღავლაპარაკ იმაზე, რომ პოლიტიკა, აღავლაპარაკ იმაზე, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი საჯაროდ ითხოვს ჩემ განთავისუფლებას, ევროპარლამენტი მრავალწლის ითხოვს, რატომაც ტელევიზიები გადაცემდნენ ყველაფერს, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის განთავისუფლებაზე იყო ცალკე პუნქტი ყველა რეზოლუციაში და მოწყვეს მათ შორის ოპოზიცია ტელევიზია, ამას გვერდი აუღეს ზოგიერთმა, ყველაზე აუღეს. მაგრამ ამით სიმართლე არ დაემართა. თქვენ ვერ გააქვთ ვერც ფიზიკურად შეიძლება გამაქვთ კი მაგრამ თქვენ ვერ გააქვთ იმას რასაც მე მივახცე საქართველოს ისტორიისთვის თქვენ ვერ გააქვთ იმას რაც გამიღწევით ქონდა საქართველოს მაშინ თქვენ ვერ გააქვთ იმ სიამაყეს რომელიც გაიცადა ქართულმა ხალხმა და ის ჩვენ გენებში უკვე წაგიბეთ და ჩვენ დნმ-ში აღიბეთ მე თავის დროზე ეს ჩემი იდეა იყო დნმ-ის კოშკის ბატონში რომ ჩვენი ამბანი იყო ჩვენი დნმ ეხლა ვქვი და შეიძლება გააგმარიც მოაწყო ისე, იმიტომ რომ ჩემი კვარის საფსას ცდილობენ. მაგრამ ამაზე არ ნაკრებ, არის ჩვენი დნმ, ჩვენი წარმატება იმ 9 წელიწადში. ჩვენ ვიყავით პირველად ჩვენ ისტორიაში სოფლიოს ყურადღების ცენტრში. მრავალ მილიარდიან სოფლიოს ყურადღების ცენტრში პატარა ერთი ცისკა, მაგრამ ძალიან დიდი საქართველო. ქართველები ჩვენ გქონდა საამაყო და ჩვენ ამ სიამაყეს გვიყავით და ამიტომ მამცირებენ მე ასე რომ თქვენ ჩაგიყვანთ და სიამაყე და თავ საყარი საბოლოოდ აგირი მაგრამ საბოლოო ჯამში სიმართლე ყოველთვის გაიმართოს
მე ამ ცხოვრე ამით უფრო ხო პრეზიდენტის სასახლის რომელიც ახლა გაუქმებულია ფასადზე ზემოთ მე დავაწერე ბოროტას დიაკეთილ მარსულა მისი ბრძენი იმიტომ რომ ამ მოტივით ცხოვრობდი მე ყოველთვის მე არ ამისენერგია ჩემი სასახლე მე ვაშენე პრეზიდენტის სასახლე რომელიც უნდა ყოფილიყო საქართველოს თავისუფლების და დემოკრატიის სიმბოლო და ასე შემთხვევით არა ვარ გაუქმებული. მე არ ამიშენებია დიდი სახლები და რაიმე ბიზნესი. მე ავაშენებ ქუთაისის პარლამენტს. მე არ ამიშენებია ჩემთვის არაფერი, მაგრამ ავაშენებ უამრავ ადამიანს, უამრავ ბიზნესს, უამრავ შესაძლებლობები. იმიტომ რომ ჯეროდა რომ თითოეული ქართველის წარმატება არის ჩემი საფრთხე წარმატება და თითოეული ქართველის სიმდიდრე ეს არის ჩემი გამდიდრება, მიუხედავად რომ მე ამით არ მისარგებლია ასოსაც მიმი. ამიტომ დღეს როდესაც ვიღაცა იძახის კიდე იმას ამაყოთ იძახის რომ მე გავაკეთე ეს, მე გავაკეთე ის გეგონება სააკაშვილი ყოფილა ჩვენ მე ისე ახსენება ხოლმე იმ ეპოქას რომ სააკაშვილი თითქოს არ ყოფილა ხდება რეაბილიტაცია ისტერიული შუალედს ეპოქის ეს იყო ეპოქა როდესაც ხალხს ყრიდნენ პოლიციის შენობებიდან და კლავდნენ ეს იყო ეპოქა, როცა ხვიტავდნენ პრეზიდენტის სტანდარტებით ხვეწდნენ სამეგრელოში ხალხს და ვიდეო კადრები არსებობს. ამისი ეს იყო ეპოქა, როცა ქუჩაში ხვეწდნენ მიტინგებს. არა შლიდნენ და რუსეთის მიერ ორგანიზებულ მიტინგებს. არამედ ქართველი ხალხის მიერ მოწყობილ მიტინგებს ხვეწდნენ ხუნტის და პუჩის ორგანიზატორების წარმომადგენლები. და უამრავი ადამიანი დახოცეს ღირსი გზისი. და ეს იყო ეპოქა, როდესაც საქართველოს ყველა ხალხთან დავიწყეთ და ვიგდებ. და ეს უიმედო საქართველოს გამოაცოცხლე და ახლა გააგრძელეთ და მომისაჯეთ ჰილარი კლინტონის ბედგურისთვის სამუდამო პატიმრობა, იმიტომ რომ მეც არაფერს ვერ ვისახურებ მაფიოზებს. მაფიოზებს ესწრება წესიერებას, პრინციპულობა, პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული და თავგანწირვის ზარდყოფა. მაფიოზებს ყველაფერი ესიზღებდა, ცდილობენ ეს ყველაფერი გაანადგურონ, დაადისკრედიტონ, მიწასთან გაასწორონ. თავისუფლება და ხო ყველაფერი გამოგვივა. Мы переможем. Театрალზე დიდი მადლობა. ყველა ჩემ ხარდაჭერს აბსოლუტურ უმრავლესობას საქართველოს ჩვენ გუჭერს ხარს, მე მიჭერს ხარს, იმიტომ რომ უჭერს ხარს საქართველოს. საქართველოს მაინც გადარჩება და აუცილებლად გაიმარჯვებს. ამათ ყველით. გავაგრძელებთ სიტყვას ტრადიციულად, ვისაც აქვს უთი და ჩვენ შეგვიძლია გისარგებლოთ